როგორ იქნება განახლებული რუსთაველის გამზირი პროექტის დიზაინი ცნობილია. დედაქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისიდან დაიწყება. დღეს ღამის 12 საათიდან 4 თვის განმავლობაში რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტო სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. კალაძის თქმით, რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ცნობილია ავტომობილების მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტიც. ვარნეულის მუნიციპალიტეტში შუახნის კაცმა ოჯახის 2 წევრი დაჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა დღეს სოფელ ყიზილ აჯლოში მოხდა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ამ ტემპით ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის ბატონებსაც გადაასწრებს, რასაც იუკნევიჩი ანევახო სანაიას დაპატიმრებას ეხმიანება. ჟურნალით სანაიასთვის პოსტის გამო პატიმრობის შეფარდება აჩვენებს, რამდენად სწრაფად ეშვება საქართველოს კრემლის სტილის რეპრესიებში, წერს ევროპარლამენტარი. პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები მანქანების გაქურდვის მცდელობისას დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით, ქართველები ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე სპეციალური მოწყობილობებით მანქანების გასაღების სიგნალების დაჭერას ცდილობდნენ. შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის კარის გაღება მოახერხეს. მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.